მანამ სანამ საყდრისში საერთაშორისო ექსპერტები არ ჩავლენ და ვითარებას ადგილზე არ შეისწავლიან RMG Gold-იქ მუშაობას არ განაახლებს. დღეს საბადოში არქეოლოგებსაც ელოდებიან, თუმცა მთავარი, რასაც ობიექტთან ამ დრომდე შეკრებილი აქციის მონაწილეები ითხოვენ, კულტურის მინისტრის დაპირებების შესრულებაა. საყდრისიდან დაბრუნებულმა უდიშარიამ კი ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა, სადაც თემაზე ვრცლად ისაუბრა. ელენე კაფსაძე შეეცდება მოგვიყვეს თუ რა იყო მთავარი მინისტრის პრესკონფერენციაზე. ელენე გისმენთ. გურამ ოდიშარიას განცხადებით საყდრიში უკანონო სამუშაოები არ მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს მემორანდუმს, რომელიც 2014 წლის 5 მარტს კომპანია RMG Gold-სა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაფორმდა. კანონმდებლობა კი სახელმწიფო და კერძო სექტორების ურთიერთობის აუცილებლობას ითვალისწინებს. ოდიშარიას თქმით, ეს მოვლენები არის წინასაარჩევნო საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობა. პირადად მე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ჩავედით ხაჩაღიანის უბანზე. ვაცხადებ, რომ არ არის დარღვეული მემორანდუმით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. აქვე შევხვდით აქციის მონაწილე ახალგაზრდებს და კომპანიის მუშა მოსამსახურეებს. ჩვენ შორის გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი. უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა უცხოელების ჩამოყვანის თარიღის დათქმა, ეს იქნება დაახლოებით 7-6 დღის ფარგლებში და შესაბამისად ის ჩვენი შეთანხმება, რაც აქამდე ქონდა და გვაქვს მიღწეული, იქ სამუშაოები იწარმოებს მხოლოდ ამ საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანის შემდგომ და მათი მეთვალყურეობით. რაც შეეხება სააგენტოს მიერ აღებულ ვალდებულებას, რომ ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობდეს ობიექტზე, ეს მიმდინარეობს. მე მინდა ეხლავე განვაცხადო, რომ კომპანია არასდროს თავის მუშაობის პერიოდში არ გასცილებია საკანონმდებლო ჩარჩოს, არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ვალდებულებებიდან, რაც არის განსაზღვრული კანონმდებლობით და არ დაურღვევია არც ერთხელ, თუნდაც ის, ასე ვთქვათ, კეთილინებით და ნებაყოფლობის ფარგლებში დადებული მემორანდუმის არც ერთი პუნქტი. შეგახსენებთ, რომ საყდრისის ტერიტორიაზე ყარვების აქცია უკვე 11 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას და საყდრისი ყაჩაღიანოს მაღაროს სტატუსის დასადგენად კვალიფიციურ დასკვნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციები გაგრძელდება. ოდიშარიას ბრიფინგის დეტალები ელენე კაფსაძემ გააგვაცნო. მადლობა ელენე.